ბოლოში ხვდებოდნენ სხვადასხვა დედაქალაქებში, იწვევდნენ სხვადასხვა სემინარებზე, კონფერენციებზე, უკრაინის მოქალაქეს ალაპარაკებდნენ საქართველოზე და ასე შემდეგ და შედეგი ეს იყო ის წახალისდა, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ბოლოს შემოპარულიყო საქართველოში. რაც შეეხება თავად შინაარს, ბევრი არის ფაქტობრივი შეცდომა, პირველი წინადადებები თვე, სადაც განწყობაც კი ჩანს, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი იმყოფებოდა დევნილობაში და ის დაბრუნდა საქართველოში. აქაც რა თქმა უნდა დიდი ცინიზმი და შესაძაც ადამიანი გაიქცა საქართველოდან და ის ემალებოდა ქართულ მართლმსაჯულებას და ის შემოიპარა საქართველოში. ეს არის სიმართლე. ხოლო ის იქ რაც წერია, არის შებრუნებული სიმართლე. არის თუ არა საყურადღებო მრავალრიცხოვანი მხარდაჭერა ამ დოკუმენტის 570-ზე მეტი ხო 77 ადამიანი უჭერს მხარს. აღმავალია ეს ტენდენცია და უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია იმის თქმა, რომ აი კუბილიუსი და ვიწრო ჯგუფი ევროპარლამენტის წევრების არიან მხოლოდ სააკაშვილის მეგობრები. ხო, თავისთავად რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ამას აქვს თავის სპეციფიკა ევროპარლამენტში, როდესაც არის ჯგუფი პარლამენტარების, რომელსაც ჩვენ ესე ვხედავთ ყოველდღიურად ტელევიზიაში, ვინც ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე ამა თუ იმ ქვეყანაზე, შემდეგ გარკვეულწილად ნაწილი დეპუტატების ამას მიყვება, თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ არის ერთი მომენტი, რომ არის აღებული ძალიან მარტივი პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ყალბ დილემებს ქმნის და ეს ყალბი დილემას ჩვენ ხედავთ ეს გვესმის ხომ დღესაც არის ასე რომ სააკაშვილის სიკვდილი თუ ევროკავშირის წევრობა აი ასე მარტივ ყალბ დილემას აყენებენ თითქოს ასე იყოს საკითხი და რა თქმა უნდა როდესაც ასეთი ცრუ დილემის წინაშე აყენებენ ამა თუ იმ პარლამენტის წევრს რა თქმა უნდა ეს ვიღაცაზე ემოციურად მოქმედებს და მას ურჩევნია მხარი დაუჭიროს ასე თქვათ რეზოლუციას ვიდრე რაიმე ასე თქვათ ასეთი ბრალი მე მაგრამ რატომ ვერ შეძელით პარტნიორების დარწმუნება რომ ეს ასე არ არის მით უმეტეს იქ არის პოლიტიკური ჯგუფი რომელმაც სავარაუდოდ ხმამიც ამ 577 დეპუტატში რომლის წევრის ქართული ოცნება გასაგებია რომ ნაცმოძრაობა მუშაობს თავის იმ პარტიებთან რომლის წევრიც არის ახლა საერთაშორისო ასპარეზზე მაგრამ თქვენ რატომ ვერ შეძელით მათი დარწმუნება რომ ეს უტყუილი არა თუ ჩვენ მათ შორის ბუნებამაც ვერ შეძლო მათი დარწმუნება ერთ წელზე მეტია წელიწადნახევარი სააკაშვილის სასჯელს და ყოველ დღე ეს არის სიკვდილის ქრონიკა, როდესაც გვეუბნებიან, რომ აიხლა წამიწამზე წუთი წუთზე დღეს თუ არა ხვალ ის მოკვდება, უკვე აი ბოლო წუთებზე არის სულზღაფავს და აი გავიდა უკვე წელიწადნახევარი. ხარ ვიცი ჩვენ მეტი რაღა არგუმენტი უნდა თქვათ გარდა იმ არგუმენტისა, რომელსაც თავად დრო აძლევს ამ ადამიანებს და კიდევ ერთხელ ეს არის ცრუ დილემის შექმნა იმისთვის რომ მოხდეს პირდაპირ შანტაჟი, რომ ან მოხდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ცრუ დილემა თითქოს არჩევანი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ევროკავშირში საქართველოს წევრობას შორის და ეს არის ყველაზე არადემოკრატიული და არაევროპული ქცევა, რომელსაც ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ და ამის განსახიერება თავად ამ რეზოლუციაშიც იყო სხვა ასე ვთქვათ კიდე ცდარი ინფორმაციებისა, რომელიც შიგნით არის, მათ შორის იმაზე თითქოს მიხეილ სააკაშვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო არის მხოლოდ სასჯელმისჯილი, არამედ ჩვენ ვიცით რომ მას გელაშვილის საქმეზე ჯგუფურად ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის აქვს მიყენებული ის ბრალი და შემდეგ სასჯელი ემპათია ცენტ ემპათიაზე დაყრდნობა რაც აღარ ვიცი უკვე ეს არის ფაქტობრივად ნაცრის შეყრა მთლიანად საზოგადოებისთვის როდესაც ისინი არ განიხილავენ სააკაშვილის დანაშაულებებს რაზეც მათ ნამდვილად არ აქვთ არგუმენტი ისინი ამბობენ რომ მისი ანუ ექს-პრეზიდენტის გაყვანა უნდა მოხდეს ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე აღარავინ უკვე აღარ ახსენებს რომ სააკაშვილი უდანაშაულოა რადგან მიხვდნენ საზოგადოების რეაქციას აი ამაზე საუბრობენ და იმაზე რომ საქართველოს ხელისუფლება არის მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არანაირი ასეთი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი ან დეფინიცია ჰუმანიტარული მიზნებით ადამიანის გათავისუფლებას იქნა არ არსებობს. არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადავადების ინსტრუმენტი და ჩვენ ნახეთ, ვიხილეთ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ღია სასამართლო მოვისმინეთ ყველა მტკიცებულებები და გადაწყვეტილებაც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით თუ არ არსებობს საფუძველი სასჯელის გადავადების და მათ შორის ამ კადრებსაც ხედავთ ხან თქვა თავად ადვოკატებს გამოვაქვთ ეს კადრები, ასევე უწევს სასჯელისმსახურების სისტემასაც კადრების ჩვენება და ხედავთ რომ სინამდვილეში რასაც არგუმენტებიდან გამომდინარე ბატონო შევფიქრობთ რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს ევროპარლამენტარები მათი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში დაარწმუნეს სიცრუეში თუ ეს არის ამ ადამიანების პოლიტიკური პოზიცია რომელზეც არ ჭრის არგუმენტები და ფაქტობრივი მტკიცებულება აი უმეტესობა რა თქმა უნდა არა იქ შინაარსით შეიძლება ბევრმა არ იცოდეს სხვათა შორის პირველი რეზოლუცია ევნიში რომელიც იქ
იქნა მიღებული და სადაც ასევე ძიმე სიტყვებზე იყო საუბარი ოლიგარქია ასე შემდეგ, მე პირადად მქონდა საუბარი ევროპარლამენტარებთან, ჩამოსული იყო აქ დელეგაცია, მათ ვკითხე და ხალხს რომელსაც ხარი ქონდა დაჭერილი მე რო უთხარი და ვესაუბრე ამ რეზოლუციაზე რო ქონდა საუბარი, შემდეგ უკვე მითხრეს რომ ახლა გავეცანით და მართლა რა ყოფილა ამ რეზოლუციაში ჩაწერილი. ნუ ასეთი ასე არის, იმიტომ რომ ეს რეზოლუციები ხა ბევრი მიიღება და ყველა ვერ ეცნობა და ენდობიან ადამიანებს, რომლებიც არიან დაკავებული ამ საკითხით, ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე ხმას აძლევთ. თუმცა ამას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენმა ადამიანმა მიაჭირა ღილაკს, საერთოდ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ვსაუბრობთ სიმართლესა და ტყუილზე. ტყუილს რამდენი ადამიანმაც არ უნდა დაუჭიროს ხარი, ტყუილი ყოველთვის იქნება ტყუილი და ეს არის ჩვენი საზოგადოების სიძლიერე და მათ შორის გამოიწირთო ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ, რომ ამ ტყუილს ყოველთვის უპირისპირებს სიმართლეს და ამ სიმართლეზე ბოლომდე დგას და სწორედ ეს არის ასეთი შეხედვა ამ დოკუმენტს პირდაპირ ასე აყენებს საკითხს, ხო კუბილიუსი იქნება თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა, რომ სააკაშვილის თემასთან არის მიბმული ქვეყნის ევროპული მომავალი. ხო, აი ეს არის მთავარი კიდე манипуляცია რაც ხდება, კიდე ერთხელ დაკავშირება პერსონიფიცირება საქართველოსი პერსონიფიცირება სააკაშვილთან. ანუ მათ პერსონიფიცირებული ყავთ სააკაშვილი, მისი ბედი, მისი თავისუფლება თუ პატიმრობაში ყოფნა საქართველოს მომავალთან და კიდევ ერთხელ გვაჩვენებსო. ჩვენ ეს მართლაც ლაკმუსის ტესტი არის, რომელიც გვაჩვენებს ვინ არის სააკაშვილის მეგობარი, ვინ არის საქართველოს მეგობარი და იქ საუბარი იყო ასევე რეზოლუციაში ვენდეტაზე, ანუ ესეც ასევე ცინიზმის მწვერვალია, როდესაც ფაქტობრივად თითქოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ეს არის პირადი ვენდეტა, ანუ საუბარი მის დანაშაულებზე, მის ხელპლებზე და მისი სასჯელი არის არა მისი დანაშაულებისთვის სასჯელს მოხდა და ეს ხელპლები არ არსებობდნენ, ეს სისტემა არ არსებობდა და სინამდვილეში ეს არის ვენდეტა მის წინააღმდეგ. ამას სხვათა შორის ყველაზე კარგი პასუხი და ეს არის ალბათ ბედის ირონია, რომ ეს ყველაზე კარგი პასუხი გასცა დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ. და ალბათ ირონია ამაში გარკვეული და ბედისწერა, რომ ამ რეზოლუციიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ადამიანს, რომელიც 2011 წელს დააკავეს და საუბარია იმ წამებაზე, რომელიც მან განიცადა ციხეში ყოფნის დროს. საუბარია იმაზე, რომ მას პატიმრებს უწევდათ ჩურჩულით საუბარი, აიძულებდა ჩურჩულით საუბარს რა არ საუბრად ნორმალურ ტონში, რომ ახლა შემოყვანილი პატიმრების ცემა კარანტინის დაშლის სახით იყო რუტინა, რომ მას შეეძლო რომ მას ისე ცემეს, რომ კბილები ჩაემტვრა ერთ შემთხვევაში, შემდეგ მას მოათავსეს კარცერში, სადაც არც კი შეეძლო დაწოლილიყო, შემდეგ მას ის შეიყვანეს საშხაპეში, სადაც მთლიანად გააშიშვლეს, ცივი წყალი მიუშვერეს და რეზინის მილიც ცემდნენ. კიდევ შემდეგი ცემის დროს მან დაკარგა გონი და როდესაც ის გამოფხიზდა, ნახა რომ ის ბორკილით იყო მიბმული მილზე, იმყოფებოდა ციხის მორგში გვამებთან ერთად, მარტო. და აი ამ ადამიანს, აი ამ დანაშაულების და ამ სისტემის შემქმნელ ადამიანზე დღეს გვეუბნებიან, რომ ის არის დემოკრატიის შუქურა. და მაშინ ევროპარლამენტი არ იღებდა რეზოლუციებს ამ მდგომარეობის გასაგებად. ხო, და ეს პრინციპში ესეც არის. უყურეთ, ეს ის ხალხი არის, რომელიც იმ დროს, როდესაც სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი აქ ეს რეჟიმი, იმ დროს იყვნენ მისი აპოლოგეტები, მისი დამცველები, მას წარმოაჩენენ როგორც დემოკრატიის შუქურას და ფაქტობრივად ესეც არის, სხვათა შორის ლინკოლნ მიჩელმა დაწერა. ეს არის ერთი დილემა, რომ ეს ჯგუფი პოლიტიკური თუ ჯგუფი ადამიანების და მიხეილ სააკაშვილის მფარველები იმდენად ფარავდნენ მის დანაშაულებს, იმდენად ხდებოდა მისი, ასე ვთქვათ, ყველანაირი შექება, რომ შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გამოაშკარავდა, მათ ჰქონდათ ორი არჩევანი. ან უნდა თქვან, რომ მან შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი და ისინი იყვნენ ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს ფუთავდნენ დემოკრატიად, ან მეორე გზა არის და არჩიეს მარტივი გზა, რომ ისევ იმ ასე ვთქვათ, თავის სიტყვას არ გადაუხვიონ და კვლავ იძახონ, რომ ის არის დემოკრატიის შუქურა. დღეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად გვაქვს რა სიტუაცია, რომ ევროპაში ყველაზე შეუბრალავი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციამ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი და მეორეს მხრივ მეორე ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს რეპუტაციული გამოწვევები დღესდღეობით, თავის რეზოლუციაში, როცა საუბრობდა პირად ვენდეტაზე, თქვა,
რომ კანონის უზენაესობა არის არა კანონის უზენაესობა, არამედ ეს არის ვენდეტა. აი ამაზეა საუბარი. ერთის მხრივ გვაქვს ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილის ამხელს გირგულიანის საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში და მის დანაშაულს, რისთვისაც ის ახლა იხდის სასჯელს, პირდაპირ მას ხელს ადებს და ამავე დროს დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ამხელს მის სისტემას, როგორც გულაგების სისტემა, სადაც იყო სისტემა წამების და ის იყო შემქმნელი ამ წამების სისტემისა და მეორე მხრივ ყავს პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვინც დღეს ევროპული დემოკრატია უნდა გადაარჩინოს. ახლა ამას შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და გამოიტანოს თავისი მსჯავრი, ვის სიტყვას უფრო დაეჯერება სტრასბურგის სასამართლოს და აი ამ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეფუძნება ჩვენს და რომელიც აანალიზებს მათ შორის ჩვენს უახლოეს ისტორიას, თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც იყო სააკაშვილის მფარველი, რჩება სააკაშვილის მფარველად და როგორც ჩანს, ასეც იქნება მომავალში. თქვენ საუბრობთ, რომ ევროპარლამენტის რეპუტაციულ ზიანზე, ცნობილ კორუფციულ სკანდალს გულისხმობთ. წეღანი საუბრეთ იმაზე, რომ ნაწილი ევროპარლამენტარების, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, გითხრეს, რომ არ ქონდათ კარგად წაკითხული ის რეზოლუცია. ანუ საბოლოო ჯამში ფაქტებ და ახლა საუბრობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც ამბობთ, რომ გულაგების პრეზიდენტი უწოდეს მიხეილ სააკაშვილს. ანუ თქვენ პირდაპირ მიანიშნებთ, რომ შესაძლოა ეს განცხადებები რაც კეთდება და ეს გადაწყვეტილებები რაც კეთდება, ანალოგიური კორუფციული ფაქტები იდგას ამის უკან? ამას რა თქმა უნდა მე ვერ ვიტყვი, მაგრამ მინიმუმ რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ხედავთ, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ეუბნება ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ უნდა ხაზი გადავუსვათ ჩვენ ისტორიას. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის წამების რეჟიმი, რომელიც შექმნილი ქონდა მიხეილ სააკაშვილს და ის ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მან ჩამოაყალიბა, უნდა დავივიწყოთ, უნდა თქვათ, რომ ეს არ არსებობდა, ეს ჩვენ მოგვეჩვენა 2012 წლის არჩევნები და აჯანყება საარჩევნო ყუთებთან არ არსებობდა, სინამდვილეში ეს იყო დემოკრატია და ჩვენი ისტორიას უნდა გადავუსვან ხაზი. აი ეს არის მოცემულობა და ეს არის საბოლოო ჯამში სამწუხარო იქიდან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ ერთ ადამიანზე ყავს იმდენად, ასე ვთქვათ, ჯგუფი მფარველებისა, რომელსაც შეუძლიათ საქართველოს ევროპული მომავალიც კი გადააყოლონ ერთ ადამიანს. შეიძლება დაგაბრუნებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან, თქვენ აღწერეთ უმძიმესი ფაქტები ერთ პატიმართან მიმართებაში, მაგრამ ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ პრობლემა იყო სისტემური. რა დასკვნის, რა შეფასების გაკეთება არის შესაძლებელი მთლიანად სისტემასთან მიმართებაში? აი, როდესაც ეს ხდება ერთი ადამიანის თავს, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ის რაც ჩვენ ვიცით ჩვენი უახლოესი ისტორიიდან, კიდევ ერთხელ ალბათ შეიძლება ესე შეფასდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი, მან შექმნა აქ სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანის ჩაგვრას, დამცირებას, წამებას, მის ყველანაირი უფლებების ჩამორთმევას, დაწყებული სიცოცხლის უფლებიდან დამთავრებული საკუთრების უფლებით. ამ საქმესთან დაკავშირებით, სხვათა შორის ეს 2011 წლის მოვლენები არის, ასე ვთქვათ, და 2012 წელს შემდეგ ამ პატიმარმა განაცხადა, გამოძიება ჩატარდა, 8 ადამიანი სასჯელს იხდის ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ეს იყვნენ ის ადამიანები. იყო და რომ წამებელი იყო დაუშვათ კონკრეტული თანამშრომელი ციხის და ეს მისი პასუხისმგებლობა იყო და არა მაღალი თანამდებობის პირების. აი ეს იყო სწორედ ეს იყო სისტემა და ამ გადაწყვეტილების გადაწყვეტილება სწორედ ამას აუნის. ეს იყო სისტემა, სადაც იყვნენ ჩართული მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები ციხის ადმინისტრაციიდან, ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით იყო ერთობლივი გაერთიანებული გამოძიება და მინდა მადლობა გადაუხადო მე საქართველოს პროკურატურას, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რომელიც შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგში წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს დამსახურება არის ამ წლების განმავლობაში ამ საკითხებს, ამ სისტემის გამოვლენა, მისი აღწერა, დამნაშავების დასჯა რომ მოხდა და სხვათა შორის ამ დანაშაულებთან დაკავშირებით ერთი პირი ჯერ კიდე დღემდე არის ძებნილი, მუხაძე ეს გვარი ალბათ ბევრს ახსოვს. კი, ძებნილი არის და ვიცით რომ ის იმყოფება უკრაინაში და სამწუხაროდ დღემდე არ არის გადმოცემული საქართველოსთვის ადამიანი, რომელიც აი ამ სისტემის რეზინის მილებით, ადამიანის ცემის, ბორკილების მიბმით, მორგში ადამიანის ჩაყვანით, კბილების დამტვრევით, ადამიანის იძულებით, რომ ის ფეხზე იდგეს და არ დაждდეს საწოლზე, არ დაწვეს და იჯდეს საწოლზე.
აი ამ სისტემის შექმნელი ადამიანები ერთი არის იმალვაში დღემდე მუხაძეს გულისხმობ უკრაინაში მეორე ამ სისტემის შემოქმედი ადეიშვილი დღეს უკრაინაში სასამართლო რეფორმას და მართლმსაჯულების რეფორმას კურირებს აი ამ სისტემის ზუსტად შემოქმედი მესამე ამ სისტემის შემოქმედი დაგვიბრუნდა ახლა პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის სახით და მეოთხე ამ სისტემის თავი და თავი დღეს რომელიც იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროში არ იხდის კლინიკაში აი ამ ადამიანზე გვეუბნებიან რომ არა ეს ყველაფერი დანაშაული კი არ იყო ეს არის ვენდეტა ქართველო ხალხო ეს თქვენ მოგეჩვენათ იყო აყვავებული დემოკრატია ეს ყველაფერი თქვენ მოგეჩვენათ სინამდვილეში იყო დემოკრატია და სინამდვილეში ეს არის ვენდეტა მოდით მერაბიშვილი რახან ახსენეთ და საერთოდ ნაცმოძრაობის წევრები რახან ჩამოთვალეთ მათ პირად ვენდეტაზეც ვისაუბროთ მიზანი არის ერთი რომ აქციები დაიწყონ საქართველოში შეძლონ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის გარეთ გაყვანა და ამის შემდგომ მერაბიშვილის ოცნება მეორე რევოლუციაზე რა შანსები აქვს როგორ უყურებთ საერთოდ ხედავთ ჩვენ რომ რაც სჭირს ახლა ნაციონალურ მოძრაობას არის ის რომ პროფანაციად იქცა პარტიის როგორც ორგანიზაციულად ასევე თავისი შინაარსით მე როდესაც არჩევნების პროცესი ქონდა მაშინაც ესა ისმეოდა კითხვა ვეუბნებოდი რომ პრობლემა არ არის ხელმძღვანელში ნაციონალურ მოძრაობის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ხელმძღვანელი თავმჯდომარე ნაციონალურ მოძრაობას პრობლემა არის მათ იმ პრინციპებზე რომელზეც ისინი დგანან უბრალოდ უპრინციპობაზე აი სწორედ იმაში აი ეს დანაშაულებრივი სისტემა რომელიც მათ ჩამოაყალიბეს ისო არც ერთ მათგანს გააზრებული არ აქვს რომ ეს სისტემა ამ სისტემამ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა არც ერთ მათ წევრს თუ ლიდერს ამისი პასუხისმგებლობა გააზრებული არ აქვს ვანო მერაბიშვილს ეს რო კონდეს გააზრებული ის სამან სასჯელი კი მოიხადა მაგრამ იმ მორალურ სასჯელს რომელიც აი ასეთ სისტემის შექმნისთვის ადამიანს ეკისრება ამ მორალურ სასჯელის გამო ის რა თქმა უნდა თავისუფლებას არ მისცემდა რომ მოbrunებულიყო პოლიტიკაში და ქართული საზოგადოება დაემოძღვრა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ამიტომ მე მგონი ყველაზე კარგ პასუხს ამას ცემს ქართული საზოგადოება ჩვენ ხედავთ მათ ცარიელ მიტინგებს როდესაც ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან და ეს არის საბოლოო ჯამში ის განაჩენი რომელიც საზოგადოებამ დღეს ბოლომდე მიიყვანა 2012 წელს საზოგადოებამ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი არჩევნების გზით და დღეს ხედავთ რომ მათივე ხარდამჭერებიც კი ხარდამჭერებსაც კი გამოაქვთ პოლიტიკური განაჩენი მათი გარიყვისა პოლიტიკური სივრციდან. ასეთი რადიკალური ჯგუფები უნდა გაიგოს. თებერვალს ეცდებიან რომ რაც შეიძლება მეტი მომხრე შეკრიბონ, ასევე ვაშაძის ტრიო 24 თებერვალს და მთავარი სლოგანი რაც არის, რითიც ცდილობენ ადამიანების მიყვანას აქციაზე რომ საქართველოს გადაუხვია ევროპული კურსიდან, რომ ქართულ ოცნებას საქართველოს მიყავს რუსეთისკენ და ასე შემდეგ. მუშაობს ეს გზავნილები? დღეს მე შეხვედრა მქონდა გერმანიის ბუნდესტაგის მართველი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, რომელიც იმყოფება საქართველოში, ქონდა საუბარი ევროპულ ინტეგრაციაზე და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ხარდაჭერის სიტყვები, რომ საქართველოს უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ყველა დედაქალაქში, ეს არის ის განწყობა, რომ თავის დროზე ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა საქართველოს და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მხრივ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუ კი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ევროკავშირს არ ქონდეს არც ერთი არგუმენტი, რომ ესეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს, მის პოლიტიკურ ნაწილსაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება. ასე რომ ამ გადაუხვია ამ გზას ესე და ისე, ამას ვისმენთ უკვე ბოლო 10 წელია, რამე ხარ შეცვლა. 2012 წელს, 2011 წლიდან, როდესაც ქართული ოცნება ჩამოყალიბდა და დაიწყო ასე ვთქვათ, უკვე ბრძოლა საარჩევნო კამპანიის სახით, პირველივე დღიდან ჩვენ გვესმის ეს, მანამდე ოპოზიციის სხვა სეგმენტების სტიგმატიზება ხდებოდა პრორუსი, არ ვიცი, ანტიდასავლური, ასე შემდეგ, ერთი და იგივე საკითხი, რომელსაც ერთი და იგივე სტიგმა, რომლის მიწებებასაც ცდილობს ნაციონალურ მოძრაობას სხვებისთვის, საქმე იმაშია, რომ გაცვდა ეს უკვე მოსახლეობას ამისი არა თუ არ სჯერა, არამედ უკვე დასაცინის გახდა ასეთი სტიგმატიზება და საბოლოო ჯამში ამ რეაქციებით ხედავთ, რომ ამას არანაირი დატვირთვა მეტი არ არის. რას ნიშნავს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება? ეს არის 12 რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ მოგვეცა ზაფხულში. ეს არის ევროკომისიის ანგარიში, სადაც ქვეყნის სისტემურ პროგრესზე არის საუბარი. თუ ეს არის გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, მათ შორის დეპოლარიზაციის არის პირველი პუნქტი, რომელშიც პროგრესი ნაკლებად არის.
დამსახურებებზე დაფუძნებული ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებთან როგორ რა დონეზე მიმყოფებით, ასე ვთქვათ, ევროპული ინტეგრაციის კუთხით და იმას ნიშნავს, რაც ჩვენ ვნახეთ ახლა, სწორედ ევროკომისიის მიერ ჩვენი კითხვარი საბოლოო შეფასების საფუძველზე. ეს ტექნიკური საკითხია ოპოზიციამ ასე აგვიხსნა. ევროკავშირი ძალიან დიდი ნაწილი არის სწორედ ტექნიკური საკითხი იმისა, რომ იყოს გაზიარებული სხვადასხვა პრინციპები, სხვადასხვა მიდგომები და ასე შემდეგ. და როცა საუბრობთ სხვა შორის ტექნიკური საკითხზე, მათ უნდათ ამითი წარმოაჩენ თითქოს აქვს საუბარია რაღაც არ ვიცი, გარემოს რეგულაციებზე თუ წყლის და სხვა რესურსების და ასე შემდეგ რეგულაციაზე. ამ კითხვარის პირველი ნაწილი, ეგრეთ წოდებული ფუნდამენტური საკითხების შეეხება სწორედ მართლმსაჯულებას, ანტიკორუფციულ საკითხებს და ასე შემდეგ. აი ამაზე მივიღეთ ახლა შეფასებები, სადაც ჩვენ ვართ ლიდერი სამ ქვეყანას შორის, როგორც უკრაინასთან, ისე მოლდოვასთან შედარებით. სწორედ ფუნდამენტურ ღირებულებით საკითხში ჩვენ ვართ ლიდერი. ამ კითხვარმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა და აჩვენა მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებსაც და რა თქმა უნდა ახლა ისინი კიდევ ერთხელ ხედავენ, რომ ის გადაწყვეტილება არ იყო სწორი. იმ დროს საქართველოს იმსახურებდა ყოფილიყო კანდიდატი წევრი. რა თქმა უნდა შეიძლება ყოფილიყო პირობები ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, მაგრამ ის რომ კანდიდატის სტატუსზე რომელიც თავის მხრივ რამე დიდ ისეთ დატვირთვას შეთქვათ შინაარსობის არ წარმოადგენს და არის წინარე ეტაპი იმისთვის რომ მოლაპარაკებები იქნას დაწყებილი, აი ამაზეც კი თავის დროზე რომ მithქვა უარი, რა თქმა უნდა იყო დიდი შეცდომა. კიდევ ერთხელ შევხედოთ კომისიის ანგარიშს, სადაც ჩვენ ვართ ლიდერი ტრიოში, შევხედოთ სხვა მიმართულებებში საქართველოს და სხვათა შორის ჩვენ ასევე ბოსნიას და ჰერცეგოვინას უსწრებთ ძალიან დიდი სხვაობით, რომელმაც ახლა დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი. შევხედოთ ყველა მიმართულებით, იქნება ეს ანტიკორუფციული, გენდერთან დაკავშირებით დღეს უყურებდი ანალიზს, რომ საქართველოს არის ლიდერი მათ შორის ამ მიმართულებითაც და როდესაც საუბარი არის თითქოს ქალთა მიმართ ძალადობაში საქართველოში არის რაღაც განსაკუთრებულად დიდი მაჩვენებლებით, უკვე შევადარებ ჩვენ ვართ ამ მხრივ ყველაზე დაბალი ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი არის ევროპის მასშტაბით. ამიტომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რა თქმა უნდა მაგრამ რეალობა არის ასეთი, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. 12-დან 3 პუნქტში და განსაკუთრებით 2-ში არის საპარლამენტო მონაწილეობა საჭირო, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის, რომელიც საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს. ერთი სახალხო დამცველია და მეორე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. გააქვთ რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით? ჩვენ და ვთქვით, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარტიებმა ერთმანეთთან ილაპარაკოს. სამწუხაროდ ის წინა პროცესი, სადაც ჩვენ შევეცადეთ, ასე ვთქვათ, გახსნილობით იმისთვის, რომ ყოფილიყო ჩართული სხვადასხვა სფეროებში, ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ვნახეთ, რომ მათ სამწუხაროდ დესტრუქციული როლი ითამაშეს ამ პროცესში, მათ თავიდანვე ჩაკეტეს არჩევანი, მათ მიერ დასახელებული 3 კანდიდატი და თქვენს იქნება ან 3, ან არ იქნება. და სამწუხაროდ ოპოზიცია ამ გავლენის ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით გულისხმობ დაბალი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე ოპოზიციას, რომელიც უფრო იყურება ამ დროს და თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციის კეთილგანწყობისთვის იბრძვის ხოლმე, სამწუხაროდ მოექცა ამ გავლენის ქვეშ და ამ არჩევანს ვერ გაცდნენ. ანუ მარტივი ასე ვთქვათ წესი შევთავაზეთ ხომ, რომ აი ამ ხელა არჩევანიდან საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც შეიძლება იყოს ომბუდსმენები, 7 ადამიანი დაასახელეს და ავრჩიეთ. აი ეს 7-იც კი არ დაასახელეს და ისე უნდათ რომ აგვერჩია ასე ვთქვათ მოექციეთ გვირაბში რომ მხოლოდ ერთი არჩევანი ქონოდა. დღეს მე ვფიქრობ რომ პარტიებს უფრო შესწევთ უნარი ერთმანეთთან ისაუბრონ და ამიტომ ჩვენ ვთქვით კიდევაც რომ ფრაქციებს შორის იყოს კონსულტაცია როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით, ისე ომბუდსმენთან დაკავშირებით, გქონდეს საუბარი რა შეიძლება იყოს აქ გამოსავალი, ვინ შეიძლება მოიძებნოს კანდიდატად და მე ჩემი პირადი გამოცდილება სხვათა შორის საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის დროსაც მაჩვენებს ერთნაირს. რა მომენტშიც პარტიები ხდებიან მარტო გარე აქტორების გარეშე, იმ მომენტში შესაძლებელი ხდება შეთანხმება, კონსენსუსი, დეპოლარიზაციაც თუ ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ პარტიების საქმე არის პოლიტიკური შეთანხმებები, პარტიების საქმე არის პოლიტიკა, პარტიების უკან დგას ხალხი, მათ აქვს ლეგიტიმაცია და მანდატი და ეს სიძლიერე რომ მიიღონ გადაწყვეტილებები. ანუ თქვენ ამავე დროს სიტუაციის არეულს ცდილობენ. ამავე დროს პასუხისმგებლობასაც გრძნობენ ისინი ხალხის მიმართ, ვინაიდან მიუღებელი გადაწყვეტილებები რადიკალური დღესასრიგი საბოლოო ჯამში ისჯება ამ უმრჩევლესკენ. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს ბოიკოტში გასული პარტიები როგორ დასაჯა ჩვენმა ამორჩეველმა 2021 წელს
წელს, როდესაც ამ პატარა პარტიებს ყველას გაუნახევრდა მხარდაჭერა. და კიდევ ერთხელ დიახ, სამწუხაროდ აქ დესტრუქციული როლი ითამაშეს გარი აქტორებმა და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პარტიებმა ამ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ აქვთ საკუთარი ამორჩევლის წინაშე და არა სხვა ორგანიზაციების წინაშე, ამ პასუხისმგებლობით იმოქმედნენ, რა მომენტშიც ისინი ამ პასუხისმგებლობით იმოქმედნენ, იმ მომენტში იქნება შეთანხმება შესაძლებელი. ეს პატარა პარტიები ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი დღეს ამბობს, რომ ფასადურია ეს შესრულება რეკომენდაციების. ის ცვლილებები, რომელიც თქვენ დაორგანიზეთ, გეგმის მიხედვით იმუშავეთ და წარადგინეთ, აი მხოლოდ ძალიან კეთილგანწყობილი პარტნიორისგან თუ შეფასდება მაღალ ხარისხში შესრულებულ სამუშაოდ. აი როგორ ფიქრობთ, იქნება ეს კეთილგანწყობა საბოლოოდ ევროკომისიისგან, რომ ჩაეთვალოს ქვეყანას შევხედოთ, ავიღოთ რეკომენდაცია ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით. აქ ჩვენ რეგლამენტის ცვლილება მოვახდინეთ, ფაქტობრივად საპარლამენტო ზედამხედველობა ავიდა აბსოლუტურად ახალ დონეზე, ეს ცვლილებები მიღებული იქნა მრავალპარტიული მხარდაჭერით. არავის არ აქვს კრიტიკული დამოკიდებული ამ ცვლილებების მიმართ. შეთანხმებით მოხდა. მეორე, საარჩევნო რეფორმა. არც ერთი პარტია, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაც კი რაიმეს ხინც ვერ მოუძებნის იმ ცვლილებებს, რომელიც იქნა მიღებული, თითქმის სრული კონსენსუსით იქნა საარჩევნო რეფორმის გატარება და მათ შორის ელექტრონულ თვალებსაც შეეხება. გახსოვთ ერთ-ერთი საკითხი, რაც ჰქონდათ ხელმოსაჭედი, რომ კანონში ეწერა, რომ სულ მცირე მინიმუმ 70% ამორჩევლისა მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ იქვე ვამბობდით, რომ რეალურად, როდესაც მოხდება ასე ვთქვათ, ამისი დათვლა, უბრალოდ უბნების გადანაწილება, შესაძლოა უფრო მეტი იყოს და უბრალოდ ვიტოვებდით რესურსს და ნახეთ, რომ ცესკომ მოახდინა ახლა უბნების გადანაწილება და 90% საქართველოს ამორჩევლების ელექტრონული თვალებით მიიღებს მონაწილეობას. შევხედოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამო, აქაც კონსენსუსით იქნა მიღებული გადაწყვეტილებები. შევხედოთ ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბების საკითხს, რომელიც სწორედ ოპოზიციის შემოთავაზების გამო დამატებითი ფუნქციებით აღიჭურვა, პარტიების ფინანსების კონტროლი, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი დაემატა ამ ფუნქციებს და შესაბამისად ოპოზიციის იდეებიც გათვალისწინებული იყო. შევხედოთ გენდერულ საკითხებს. აქაც აბსოლუტურად მრავალპარტიულად და კონსენსუსით იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, შემოვიღეთ ახალი ინსტრუმენტები, როგორც არის გენდერული ზემოქმედების ანალიზი, ჩატარება ყველა კანონპროექტთან დაკავშირებით და აქაც კონსენსუსია. ასე რომ ესე პუნქტობრივად თუ მოგეთ ეს არის კიდევ ერთხელ აღქმა და ფაქტი. აღქმაში ესე საუბარია, რომ თითქოს არაფერი არ ხდება და ამ პირველ პუნქტსაც მე ჩემ რეკომენდაციის გასაღები არის თუ არა სააკაშვილის თავისუფლება და თუ ეს ასეა, თუ ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მაშინ რა გამოსავალია? კიდევ ერთხელ ამ პუნქტებად რომ ჩავყვებით, არის ყველაფერთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კეთილსინდისია თუ ვუპასუხეთ ამ რეკომენდაციებს, არის კიდევ ერთხელ ორი საკითხი, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, მარტის დასაწყისში იქნება მათი მოსაზრებები და გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას და შესაბამის კანონების მიღებას და ორი საკითხი, რომელიც ეხება არჩევას ომბუდსმენის და საბჭოს წევრების, რომელზეც ჩვენ დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე. სხვა საკითხები არის ძირითადად უკვე ნაპასუხები, რაც შეეხება პოლარიზაციას. ხო, აქ მნიშვნელოვანი ერთი რამე არის და ეს მე თქვი კიდევაც, როდესაც პარლამენტში წლიური ანგარიშის ფორმატში მქონდა გამოსვლა. სინამდვილეში პრობლემა არ არის პოლარიზაციაში. პოლარიზაცია დღევანდელ პოლიტიკაში იქცა ნორმად. შეხედეთ ნებისმიერ დასავლურ დემოკრატიის მქონე ქვეყანას, იქნება ეს ამერიკა, ევროპის ქვეყნები, არჩევნებს რომ დავაკვირდებით, პოლარიზაცია ეს არის ნორმა, უფრო მეტიც. პოლარიზაცია თავის კლასიკური გაგებით გულისხმობს საზოგადოებაში პოლარიზაციას. ნიშნავს, რომ საზოგადოება ვერ თანხდება რაღაც საკითხებში. დღეს ქართული საზოგადოება ძირითად საკითხებში შეთანხმებულია. ევროპაზე, ნატოზე, საქართველოს ეკონომიკურ საკითხებზე და ასე შემდეგ. საზოგადოება არის შეთანხმებული. აბა შეხედეთ სხვა ქვეყნებს, შეხედეთ მოლდოვას, არიან თუ არა იქ საზოგადოება არის თუ არა ბოლომდე შეთანხმებული, თუნდაც ევროპულ არჩევანში. შეხედეთ სხვა საზოგადოებებს, რამხელა პოლარიზაცია საზოგადოებაში. ჩვენთან ეს არ არის. ჩვენთან პრობლემა არის რადიკალიზაცია და არაპოლარიზაცია. სინამდვილეში არის არა ორი პოლუსი, რომელიც ერთმანეთისკენ უნდა დაიძრას. თუ კი ავიღებთ თქვათ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას და რაღაც კონსენსუსი უნდა მოიძებნოს. არამედ არის დემოკრატიული ცენტრი, ინსტიტუტები, არჩევნები, პარლამენტი და ამისგან გარეთ გასული ნაციონალური მოძრაობა და რადიკალური პარტიები. და აქ რა თქმა უნდა დემოკრატიული ცენტრი ვერ წავა კონსენსუსზე რადიკალიზმთან. აქ ვერ დავიძრობთ ჩვენ ერთმანეთისკენ. აქ ერთ-ერთი ჩანს ევროპიდანაც. ჩვენ ამას ვცდილობთ რომ აუხსნათ ჩვენ სწორედ ეს პოლარიზაცია და საქართველოს სტიგმატიზება გარკვეულ ხედავთ კიდევაც რომ რაღაცა სტიგმატიზება რომ ეს ქართველებს საქართველოს რაღაც პოლარიზებული ქვეყანა
მაშინ როდესაც და თქვი მე ჩემ გამოშვაზე პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისოლს, სადაც ჩვენზე ნაკლები პოლარიზაცია არის და გარწმუნებთ რომ ასეთი ქვის მსროლელი ქვეყანა ვერ გამოჩნდება ამ პლანეტაზე. რაც შეეხება რადიკალიზაციას, აქ ერთ-ერთი გამოსავალია რადიკალურმა ჯგუფებმა უნდა მოიცილონ რადიკალური დღისწესრიგი და დაუბრუნდნენ დემოკრატიის ორბიტას, ასე ვთქვათ. აქ სხვა გამოსავალი არ არის. დემოკრატია ვერ წავა კომპრომისზე რადიკალიზმთან. ერთი თემაც უნდა მოვასწროთ, ეს ხალხის ძალის კანონპროექტია, რომელიც აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. საკმაოდ კრიტიკული განცხადებები მოყვა სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ნედ პრაისის განცხადება მოსმენილი გაქვთ, რომ ეს რუსული კანონპროექტის ანალოგია და ასევე უნგრულის და არა ამერიკულისო. ასევე მოვისმინეთ მაგალითად ქართული NGO-ების მკვეთრი პოზიცია, მთავარი რაზეც ისინი აქცენტს აკეთებენ, ეს ხელშეუშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. საინტერესოა რა არის თქვენი პირადი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, გასაგებია რომ ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე არ ჩამოუყალიბებია გუნდური პოზიცია. ხო, თავად პროექტს თუ სტრუქტურას თუ ასე ვთქვათ იდეას, რომელიც ამ პროექტში არის, ვერ შევაფასებ, არ ვარ მე გაცნობილი. თუმცა საინტერესო ის არის, ეს არ არის არახალი საკითხი და მათ შორის ჩემი მხრიდანაც მე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთანაც, საჯაროთაც არაერთხელ მithქვამს და ეს ამას ყოველთვის ხაზს უსვამ, რომ გამჭვირვალობა ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკის შექმნაში, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ორგანიზაციამ. დღეს საქართველოს არის საბიუჯეტო გამჭვირვალობის მხრივ არის ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუტები ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით არიან ლიდერები. სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მხრივ ჩამორჩებიან სახელმწიფო სტრუქტურებს გამჭვირვალობის კუთხით და მე ის მიკვირს, რომ ამ საკითხზე საუბრის დროს არა პირიქით პროაქტიულები არიან და ამბობენ, რომ კი ბატონო, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მოდი მოვძებნოთ ინსტრუმენტები, რომელიც ამ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, არამედ პირიქით, პირდაპირ ცენზურის სურვილი წამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომ არც კი იფიქრო, არც კი თქვათ ეს სიტყვა, არც კი განიხილოთ რამე. მაგრამ აქ არის ტერმინი უცხოელი აგენტის სტატუსი, აი დღეს მაგალითად სოციქსელებში განიხილავდნენ ქართული ოცნების რამდენი ლიდერია NGO-ში ნამუშევარი. მათ შორის თქვენც ბევრი წელი მუშაობდით. უცხოელი აგენტის სტატუსი რომ ვინმეს თქვენთვის მოინიჭებინა, რა რეაქცია გექნება? რაც შეეხება ტერმინოლოგიას და არ ვიცი მე ხა ეს ამ ტერმინოლოგიით როგორ არის ხა ამ კანონით გათვალისწინებული, რაც შეეხება ტერმინოლოგიას და ამ შემდეგ გასაგებია ეს გრძნობიარობა ამ საკითხის და რაღაც გამოცდილებების სხვა ქვეყანაში ეს სულად მესმის და ეს არის მეორე საკითხი, ასე ვთქვათ, ეს ტერმინოლოგიური საკითხი. მეორე მხრივ თავად ამ ტერმინსაც საქართველოს სამართლებრივ სიმცირეში აქვს გამოყენება და არაფერი ამაში სატაკილო არ არის, მაგრამ კი ბატონო, აქ შეიძლება იყოს დისკუსია, მაგრამ შინაარსად შეეხება გამჭვირვალობას, ამის წინააღმდეგი რა არიან? მე მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას აუხსნა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. საზოგადო არის ასეთი პრინციპი, რომ ჩვენს მოქალაქეებს საზოგადოებას აქვთ უფლება იცოდნენ, რომ ის ხალხი, ვინც იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, ვინ არის ხალხი, მათ შორის ფინანსურად. ამიტომ პარტიები ყველა ჩვენ შემოსავალს ვასაჯაროებთ, ყველა ჩვენ ხარჯს დეტალურად ვასაჯაროებთ პარტიები. მეორე, ინდივიდუალურად პოლიტიკური თანამდებობის პირობები და საჯარო მოხელეების გარკვეული რაოდენობა მის პირად შემოსავალს, ქონებას, ასე შემდეგ ასაჯაროებს. რატომ? მოქალაქეს აქვს უფლება, რომ აი ეს ადამიანი, ეს ორგანიზაცია, პარტია, რომ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემზე ახდენს გავლენას, რა ხდება, რა ფინანსებით ცხოვრობს, ასე ვთქვათ, და რამე გავლენები ხო არ არის, რამე ინტერესების. ახლა აი ამ წრეში გადაწყვეტილების მიღებისა, როდესაც შემოდიან ორგანიზაციები და ვისაც აქვს სურვილი, რომ იყოს ნაწილი პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირების და ამ გადაწყვეტილების მიღების და შემოდიან ამ წრეში, სადაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები და მათ შორის პრეტენზია აქვს, რომ აი ჩვენ რო გაგიწევთ რეკომენდაციას, გეტყვით, რომ აი 5 იდეა, 2 მაინც გაითვალისწინეს, 3 მაინც და მე ამ ყველაფერს გითვლიან. თუ კი აქ შემოდიან, აქვს თუ არა მოქალაქეს იგივე უფლება, რომ იცოდეს აი ამ წრეში შემოსული სხვა აქტორები ვინ არიან და რა ფინანსებით არსებობენ იმისთვის, რომ იცოდნენ რაიმე ინტერესი ხო არ არის, თქვა ფინანსური. თუ არაფერი აქვს დასამალი, რატომ ნერვიულობა? ხო, ამიტომ კიდევ ერთხელ, ხო, იმით თან რაც თავარია არის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამას აქვეყნებს კიდევაც. ეს როგორც წესი დონორების მხრიდან არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ასევე მოთხოვნა გამჭვირვალობის, ვინაიდან ეს ისეთი ელემენტარული სტანდარტია, მე ის მიკვირს, რომ ამას ასე ტაბუს დადებას ცდილობენ ახლა და პირდაპირ ცენზურა არის დემოკრატიის სახელით. აი ესეთი რამე ხდება სამწუხაროდ და კიდევ ერთხელ არის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაცია
ორგანიზაცია, რომელიც ამას აქვეყნებს, მაგრამ არის მეორე ნაწილი, რომელიც ამას არ აქვეყნებს. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც ორგანიზაცია რომ არის, რა ინტერესებია ამ ორგანიზაციის უკან, რა ფინანსები არის, რომელი არის წყარო ამ დაფინანსების ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მოქალაქეს და მათ შორის პარტიებს და ჩვენც ხომ გვაქვს რომ ოდესაც აი ამ წრეში შემოდიან სხვები და ჩვენთან ერთად იღებენ მონაწილეობას ჩვენივე პოლიტიკური ნების ფორმირებაში და გადაწყვეტილების მიღებაში ვისთან გვაქვს საქმე, რომ ვიცოდეთ რა ფინანსები არის ამის უკან. ეს ფინანსები შეიძლება სხვათა შორის იყოს ბიზნეს წრეებისგან იყოს, შეიძლება იყოს სხვა სახის დაფინანსება. ვიცით ხა პირდაპირ აღიარებს კეზერაშვილი, რომ არასამთავრობო სექტორს აფინანსებს, ხო? ვიცოდეთ ხა ეს ჭორით და გაგონით ვიცით, რომელი ორგანიზაციები შეიძლება იყოს, ვისაც ის აფინანსებდა თუ აფინანსებს, მაგრამ რა არის ამაში დასამალი? ხომ და კიდევ ერთხელ პატივიცემს უნდა ყველა მოქალაქეს და როდესაც ორგანიზაციას აქვს პრეტენზია, რომ იყოს მონაწილე პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირების და მიღების, მას უნდა ქონდეს ასევე პასუხისმგებლობა, რომ იყოს ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე და სწორედ ეს ანგარიშვალდებულება გამოიხატება გამჭვირვალობაში. მადლობა ინტერვიუსთვის. პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის დრო გვაქვს გადაცემაში. რამდენიმე წუთში პროფესორ პაატა ჩხეიძესთან ერთად დავბრუნდებით. არ გადართოთ დაგველოდეთ.